როგორ მოხვდი კანის კინოფესტივალზე? ძალიან ბევრს გაინტერესებდა და ბევრი კითხვა კომენტარებში, მესიჯებში. ჩემო საყვარლებო, მე მყავს მენეჯერი იტალიელი, რომელიც მუშაობს თამოსკინზე და მუშაობს თამოვაშალო მიწაზე. ასევე თამოსკინზე, მილანში, რომში, კანში, საფრანგეთში და რა თქმა უნდა ოქტომბრის მერე ამერიკაში. ჩვენ ეს მიზნები გვაქვს, რომ გავაკეთოთ სტენდები, მაღაზიები და ამაზე ვართ 24 საათის ჩართულები. მე კინოსტუდიასთან მაქვს ხელშეკრულება, თქვენ არ იცით. მე ერთადერთი როლი გაჩვენეთ, მხოლოდ და მხოლოდ სხვა, რაზეც მაქვს კასტინგი და როგორც მე ვმუშაობ ინგლისურზე, ახლა რომ იცოდეთ მე როგორ ასმაგებულად ვსწავლობ, ხო? თქვენ არ იცით, მე თქვენ უფლება არ მაქვს, რომ ყველაფერი მე უფლება არ მაქვს, რომ ანუ რეკლამის ეს სხვა ვაკეთებ, მაგრამ ძალიან ბევრი წესები მაქვს და შეზღუდვები მაქვს, რომ შემძლებოდა და აი ეს ყველაფერი მოსაწვევი არ ყოფილიყო და ასე შემდეგ და ფულის გადახდა რომ შემძლებოდა მე, რომ ეს სრული ამესრულებინა აუცილებლად გადავიხდიდი. არ ვიცი, გაიგეთ როგორ ხდება ამ ბილეთების თუ ხდება საერთოდ, იმიტომ რომ კინოფესტივალი, კანის კინოფესტივალი და ზოგადად ვენეციის ისეთი რთული ფესტივალებია, გადაადგილების საშუალება არ გაქვთ. არ ვიცი, ვინც ხართ კანში ნამყოფი ამ ფესტივალის ფარგლებში, გეცოდინებათ, რომ სასტუმროშიც ვერ შედიხართ, თუ არ ხართ იმ სასტუმროს წევრი. და არ ვიცი ბილეთების ესეყიდვა როგორ შეიძლება, მაგრამ თუ შეიძლება, არ ვიცი, გაიგეთ და დიდი სიამოვნებით თუ მე მომეცემა იმ საშუალება, რომ იქითა წელს ან ამ წელს კიდე სხვა ფესტივალებს დავესწრო, გნახავთ დიდი სიამოვნებით თქვენს და თუ საერთოდ მექნება დასტური, ახლა ზუსტად არ ვიცი. ასე რომ ვისაც გინდათ, ცადეთ თქვენც და იქნებ იყიდოთ და გამოგივიდეთ. ძალიან მიყვარხართ.